ვეთანხმები ამ მტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი არის მზად იმისათვის, რომ ნატოს ხომალდებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სახის მანევრებში, იქნება ეს ძებნაგადარჩენა, აბორდაჟის პროცედურები თუ სხვა. მოგეხსენებათ, საქართველოში საპორტო ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს საზღვაო შენაერთი, გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები, ჩატარდა საზღვაო მანევრები, ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით, ეჭვმიტანილი გემის დაკავება, ზღვაზე ძებნაგადარჩენის ოპერაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს სწავლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნატოსა და ჩვენი სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებასა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.